გამოვიდა ჩემი კონსპექტი საბოლოოდ. სულ გამოცდები არა უნივერსიტეტში და გაწენილია უნივერსიტეტი. But what if Kolgi and maybe I should study languages because you know I'm really good at languages. სახელმწიფო რომლის მიზანია მოვლენის მეოხლი დახასიათება კორელაციური რომლის მიზანია ხო ნერვი აღარა მაქვს უკვე არის 12 საკლია 5 წუთში უნდა გავიდე წესით 5 წუთში მაგრამ როგორც წადა ჯერ ვერ გავალ ვერ 5 წუთში სანტავყანია ტომაკის გამოცდა პირველი არ ვარ ისე მზად როგორც ჩამოწვა მომზადებულიყავი და ეს ყველანაირად ჩემ ბრალი არის რა თქმა უნდა ვისი brალი უნდა იყოს კიდე ამ მომენტისთვის ჩემ მაქსიმალური ეს იყო ამ მომენტისთვის შემდეგი გამოცდისთვის რა თქმა უნდა უფრო მეც ვიზამ თითქმის თვე გამოდის ამ კვირაზე გაწელილი ეს გამოცდები და ანუ როგორ გააკეთეს თან ეს კვირა მაქვს მარტო ერთი გამოცდა შემდეგი კვირა მაქვს 4 გამოცდა შემდეგი კვირა მაქვს მარტო ერთი გამოცდა ანუ რატო გააკეთეს ასე არ ვიცი მაგრამ საზღვრობა არის ძალიან სამი გამოცდა მაქვს ზედიზედ ყოველ დღე ანუ თავი უნდა მოვიკლო მაგ დღეებში ხა მალე მომზადები და უნდა გავიქცე იმიტომ რომ არ მინდა რომ დავაგვიანო და მეშინია დაგვიანების ყოველთვის მეშინია ძალიან დაგვიანების მეგობრებო დავწერე გამოცდა ყველაფერი კარგად არის არ ვიცი რატომ ნერვიულობდი ასე ძალიან ადვილი იყო ძალიან და ჩემი აუთფიტი ვძდე პარამ გაჯვენებთ not the best იმიტომ რომ მეჩქერებოდა ახლა უნდა წავიდე დავალება დავწერა ამისთან მოვედი რომ გავუკეთო დავალება და ასევე ჩემი დამდენი ვნახო მუშაობს თუ არა 나의 길을 가고 싶어 지구의 한 중소기업 바로 მოკლედ ახლა ამზადები ამ გამოცდისთვის და კიდევ კარგი სამესტრის განმავლობაში ვკითხულობდი მასალას და ეს ძალიან მეხმარება ახლა იმიტომ რომ ვიცი რაც ხდება და რაღაცები ვიცი უკვე ისაც ამიტომაც ძირფესვიანად არ მჭირდება ამ გამოცდის მომზადება მაგრამ ბოლო თემა არ ვიცი საერთოდ და ამიტომაც მაგას სწავლობ ასევე გუშინთა კონსულტაციო ჩაატარა ლექტორმა სადაც მნიშვნელოვანი ნაწილები თქვა რაც შევადა მაგის მიხედვით ასევე ამოწერილი მაქვს ის ნაწილები და მაგებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და რა ვიცი იმედია ადვილი იქნება და დავწერ ყველაფერს კარგად ასეთ გამოვიდა ჩემი კონსპექტი საბოლოოდ ჯერ ვწერდი ხელით მე მივხვდი რომ ძალიან ცუდი იდეა არის ეგ და ტექსტი ამოვაკოპირე როგორც ხედავთ გავხაზე მნიშვნელოვანი მომენტები ეს წითელი წერტილებიც ძალიან მნიშვნელოვანი აქ რაღაც პატარა ჩანაწერები მინაწერები ამ ხელა კონსპექტი გამოვიდა ეგ არაფერია აი ამ მთავარ მომენტებს უნდა მივაქციო მაინც ყურადღება ყველაზე მეტად ძალიან მომწონს პლანშეტზე წერა
მეგობრებო, vlog-ში გინდათ გამოჩნდეთ? Yes, of course. აბა როგორ დაწერეთ გამოცდა? ხო რა, მოყოლი ვარ. უარეს ვებოდი. კარგად დავწერეთ. La finestra, il libri, il bicchiere, l'amico, la città, i pesci. იტალიის გამოცდა Still Look of the Day მაქვს, ახალი პალტო მაცვია. გამოცდები არა უნივერსიტეტში და გატენილია უნივერსიტეტი ხალხით. ანუ ადგილი ვერ მოუწევნა ხალხო. აბელა უნივერსიტეტში ზის და მეცადინეობს. მე რა შემიძლია? მე სახში მეცადინეობ. 45 წუთში მაქვს გამოცდა და მზად ვარ, მაგრამ ეს რაღაცა სულელური უმიზეზო ნერვიულობა მაინც მაქვს. It's okay. როცა ვშთებით რომ მივხვდები რომ ყველაფერი ვიცი, მე ველობა გადავა. გარეთ გამოვედი. ცოტა ხარი ჩავშინდი ქორ დავწყნარდე. გადავიკითხა საბოლოოდ. 10 წუთი უნდა შევიდე და მე 15 წუთში უკვე გამოცდა. ყველაფერმა ჩაიერა კარგად. დავწერე. მეგობრებო, მოვედი სახში. ძალიან დავიყარან. მაგრამ ეხლა ვნახოთ რა მინდა შემდგომში. გამოცდები edition. სახში სანამ მივდიოდი, შევედი fix price-ში და ვიყიდე წყლის ბოთლი, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი ხანი მინდა. შემთხვევით დავინახე და მეთქი ავიღოთ. კალი. ახალი წიგნი, რომელიც ვიყიდეთ დღეს და ერთი მოკროდის ავიკითხავ. შემდეგ მიდევს ორი დამტენი, ერთი ტელეფონის და ერთი პლანშეტის. აქ მიდევს რაღაც ძალიან რენდომ. უი, ფული, სულ მოვიწყდა ეს ფული. Very good. Nothing special. პლანშეტი, ჩემი სიყვარული პლანშეტი. გამოცდების ფურცელი, ნუ ეს მე თვითონ რაღაც კონსპექტივით. სანიტაიზერი, ჩემი იტალიური სროული. Oh my god. და ესეც იტალიური სროული აქ სიტყვა მიწერია. სკაპი, პომადა, პასტა, კონსილერი, სათვალე, რა ქვია, წამლების ჩანთა. და რა ვიცი რა გადარჩა. ხა და სარკე. That's all. ახლა წავედი ვიმეცადო შემდეგ გამოცდისთვის. ისევ აქ ვარ. ანუ ყოფილ დღე მაგ გამოცდები და ხარ დავიძინება აქ. მოსვლა გადამჭირდება. გენერალიზე. ფოსфоსი გამოცდებამდე. რამდენი წუთი დარჩა? დარჩა 6 წუთი. ჩემი ადგილი. ეს არის my all time favorite ადგილი. ან აქვსი ვარ, ან იქვსი ვარ. რო გითხრა შენი კონსპექტით ვისწავლებ მე რა. მოვედი სახში. სამ მომენტში არ არის ვიყენება მის შესაძლებლობას რომ ვუყურო რაღაცას ტელევიზორზე. ეხლა ვუყურებ დორამას, რომელსაც ქვია Typhoon Family, ძალიან საინტერესოა. აგერ მაქვს ჩიპსი, საჭმელი. და ეხლა უნდა დავჩილო, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე ამ გამოცდების წერით. მიუხედავად იმისა, რომ ხვალ კიდე გამოსვლა მაქვს. ხვალინდელი გამოსდა ღამე არის. 9-5 წუთზე მეგობრებო. ამიტომაც ჩემი წერა ხვალაც არ წერნა. 제가 지금 막 თმადია არ გამოვიდა, იმიტომ რომ შუაღამეს გამაგვიწდა მოვიხსენი. It's okay, I don't care.
ძალიან ცუდ მენზინა და ამიტომ ცოტა I'm not on the mood. დღევანდელი გეგმა. Survive this day. Study for exam. Go early to uni exam K-drama. რეალურად ყველაზე მთავარი პუნქტი არის yes. იმიტომ რომ I can't take this anymore. ძალიან დაღლილი ვარ და ძალიან დავიღალე ყოველდღე უნივერსიტეტში სიარული და გამოცდების წერა. რომ უბრალოდ მინდა რომ ეს დღე მალე მორჩეს და მალე დავწერო გამოცდა და მალე წამოვიდე სახში და დავიძინო. კონსპექტი, ჩემი გაკეთებული კონსპექტი არ არის. მადლობა ჩემ კურსელებს, ვინც არის ასეთი კეთილი და აგზავნიან კონსპექტებს. მარტო 20 გვერდია და წესით მალე ვიზა მომყოლფერს. So, let's go. ანუ ხო ხედავთ იმდან ზარმაც და დაღლილი ვარ დღეს, რომ საწოლში ვძივარ. არ ვიცი რამდენი ხანი გავძლებ აქ, იმიტომ რომ ზოგადად საწოლში დიდად არ მეკომფორტულება, მეწადინეობა ყოველთვის. So, ნახოთ, რამდენი ხანი გავძლებ. თუ არა და გადავждები უკვე მაგიდასთან, რა თქმა უნდა. I just need to survive this day. მოვედით უნივერსიტეტში. რა ხდება? ჩვენ მოვედით უნივერსიტეტში, რომ ვიმეცადინოთ ხელოვნების ფსიქოლოგია. რომ ვიმეცადინოთ, მაგრამ ვერ მეცადინოთ. კაი ხა. ამ წელს მოვედით. ჯერ ვზივართ გარეთ, იმიტომ რომ კარგი ამინდია. სოფთა ეს რომ გონება როგორღაც იქნება გაგვეხსნა. ვეძებ ჩადგილს. მეტი ჩვენს. იმიტომ რომ ხალხი რა ხალხი? ხალხი გადაწყვეტილია უნივერსიტეტი. ისევ შევიცვალეთ ადგილი. გამოცდა დაიწერა. მე დიდად კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ არა უშავს. მე კმაყოფილი ვარ, ასეთ ის. What's მე რავი, ისე რა. თამარია ცარიელი ფურცელი არ დავტოვა. მეგობრებო, ვემზადები ბოლო გამოცდისთვის. აქ მაქვს კითხვები, რომლებიც სავარაუდოდ შეიძლება მოვიდეს. ანუ საერთოდ არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ გამოცდა მაქვს, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდებს შორის ერთი კვირა მქონდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეხა არ ვიცი, უბრალოდ რაღაც ქვიზი მაქვს ან რაღაც ეგეთი. ბოლო გამოცდა არის, ამიტომაც it's okay. ეს დავწერა მას და მორჩილ გამოცდებს. Babies. აბა ნახო თუ ჩამოვარდება. ანუ ყველა რატო არის გაჭა. Yay!